დღემშვიდობის თქვენ გადაცემას შესვენების საათს უყურებთ. მე ჟურნალისტი მახო მიქელაძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის ხელმძღვანელი და სამოქალაქო აქტივისტი ლუდა სალია. ვისაუბრებთ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებზე, როგორც ვიცით, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა სათვალთვალო კოშკურები დაამონტაჟეს და გადაადგილება ამით კიდევ უფრო შეუზღუდეს მოსახლეობას. მოგესალმებით, ქალბატონ ლუდა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. რა ვითარება არის ხურვალეთში? თქვენ იქ ცხოვრობთ, უკვე 3 წელი არის ეს თავშესაფარს ხელმძღვანელობთ, რომელიც თქვენი ძალებით გახსენით იქ და რა ვითარება არის? ყველაზე კარგად იცით თქვენ არსებული ვითარება იქ ადგილზე. გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვესალმები ტელემაყურებელს. ვითარება ნამდვილად რთულია ჩვენთან, დღითიდ ღერთულდება. ყველას მოგეხსენება და მთელმა საქართველომ ნახა, რომ კოშკურა აგეს სათვალთვალო და ძალიან მოძლიერდნენ. უკვე სოფლის ბოლოში მაცხოვრებელი ოჯახების ბაღებზე გადიან და თანდათან დაიწყეს შევიწროება ჩვენი სამწუხაროდ. და ყოველ დღე ცდილობენ, რომ თანდათან წამოიწიონ და ალბათ ცოტა ხანში თუ არ იქნება ზომები მიღებული, შეიძლება ტრასაზე აღვაჩდნენ რუსები. ანუ პატრულირებენ იქ უკვე დილიდან საღამომდე არიან თუ აი ოკუპანტებს გულისხმობ? 24 საათიანი პატრულირება აქვთ, ადრე იყვნენ შემოვლა ქონდათ, შემოივლიდნენ იქაურობას და შიგადაშიგ გამოჩნდებოდნენ. დღესდღეობით უკვე არის ურთულესი. საერთოდ უნდა გამოვტყდეთ და უნდა ვთქვა, რომ აი სოფელი ხო შუაში გაყვეს, მაგრამ ჯუკანს რო ვეძახით, ანუ წინაგარის რაღაც უბანი აქვს სოფელი. თუ ზუსტად ვერ ვამბობ, ძალიან დიდ ბოდის მოგიხდით, რომ მე სოხუმელი ვარ და სულ 3 წელია შიდა ქართლში მოვკიდე ფეხი და ზუსტად არ ვიცი ეს სოფლები, მაგრამ აი ეს ჯუკანი, რომელიც გადაბმულია ხურვალეთს და არავის არ გაუმიჯნია ერთმანეთისგან, დღეს გამიჯნა რუსმა და ხურვალეთის ნახევარი ტერიტორიაც კი აქ მითვისებული არათუ ჯუკანი და ახერხებდა ხალხი ასე თუ ისე რაღაცნაირად მეზობლები ჩუმად გადმოსვლას, გადასვლას, გადაპარებას, გადმოპარებას. დედა გადადიოდა შვილთან, შვილი მშობლებთან და აი ესე, მაგრამ დღეს უკვე ისე 24 საათიანი სათვალთვალო კოშკურა რადგან დადგეს, ჩიტიც ვერ გადაფრინდება. აბსოლუტურად ვერავინ ვერ გადმოდის, ვერავინ ვერ გადადის და მოხდა ისე, რომ არის ერთი ოჯახი ხურვალეთში, ბატონის საშვილების ოჯახი და ბავშვი დარჩა იქით, პატარა ბავშვი წაყვანილი ყავდა დედას ჯუკანში და დედაც და ბავშვიც დარჩნენ ჯუკანში და ვერ გადმოდიან და გუში რო ვკითხე ამის სკაიპით ელაპარაკება 3 წლის ბავშვს და ალბათ ვერც ვნახავო ამბობს თუ ყაზბეგზე გამოვლენ და აი ყაზბეგზეც მაგათ არ აქვთ, მე მგონი რუსეთის მოქალაქეობა. ნუ ოჯახს დაშორდა ბიჭი და ძალიან ბევრი არის ასეთი მაგალითი, შემიძლია რამოდენიმე მოვიყვანო. ეს არაფერს არ ცვლის, მაგრამ ჩემი ნათქვამი მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს ეს ჯუკანი და ხურვალეთი დაახლოებით გადაბმულია სულ რაღაც ასიმეტრიაში. არავის არ გაუმიჯნია. ზოგიერთი სახლი არის შუაში, ხურვალეთსა და ჯუკანის შუაში დგას და ჩამოაჭრეს ის მიწის ნაკვეთები და ბაღები ჩამოაჭრეს ამ ხალხს და წაიღეს და დგანან იქ ვერ შეხვალ, იმიტომ რომ მოვა და დაგიჭერს წაგიყვანს რუსი. როგორც ვიცით, ხურვალეთში განსაკუთრებით ბევრ ადამიანს იტაცებენ სხვა გამყოფი ხაზით მიმდებარე სოფლებთან შედარებით და ამ კუთხით რა ვითარება არის? ახლა ბოლოს ეს ოთალსამნიაშვილი რაც გაიტაცეს, იმის მერე არავინ არ გაუტაცია და ძალიან მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ ფეხს არ დგამს საკუთარ ბაღში ვერ გადადიან. არათუ მავთუხლართან ახლოს, საკუთარ უკვე გაყვალული აქვთ ბილიკი, გზა გაყვანილი აქვთ, მოჭრეს იქ რაღაცა ბუჩქები, ვიღაცების ესე იგი ჩვენი მეზობლების ბაღებში შევიდნენ, მოჭრეს ჯონჯოლის ბუჩქი, ასკილის ბუჩქი, რაღაცები მოჭრეს, გზა გაიყვანეს იქიდან რომ ორჭოსანში, აი კომფორტი შეიქმნან და ორჭოსანის ბაზაზე კომფორტულად იმოძრავონ და გადავიდნენ და აბსოლუტურად ყველაფერი გააკონტროლონ. ელემენტარულად აიცრო, ხა მე გუშინ წინ გამექცა ძაღლი და საშინელ დღეში ჩავარდი. გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰასკი მყავს და რომ არა იქაური მაცხოვრებელი, რომელიც შემთხვევით რომელმაც გამოიარა და დაიჭირა ჩემი ძაღლი და გადმომაწოდა მავთუხლარს აქეთ, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი რისკი და ძალიან დიდი შიში, მაგრამ გვერდით ჩვენი ქართველი პოლიციელები იდგნენ და მაგათი იმედით ვიყავით, თორე ძალიან ცუდ დღეში ვიყავით ჩავარდნილი.
და ის ადამიანები, რომლებიც აქამდე გაიტაცეს, მათი გადაცემა მოხდა საქართველოს ცენტრალური რა ხელისუფლების თქმა კონტროლირებულ უნდა, ჩვენს კონტროლირება ტერიტორიაზე მოხდა მათი გადაცემა, ისინი გადმოდიან და მე მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა. როცა მე მავთუხლართან ახლოს ვერ მივდივარ და რუსი მეუბნება რომ 15 მეტრით, მე მქონდა მათთან კომუნიკაცია. 15 მეტრით არა გაქვთ უფლება რომ მოუახლოვდე მავთუხლარს. რუს ოკუპანტს რატომ აქვს უფლება რომ გადმოკვეთოს ის მავთუხლარი, გადმოვიდეს, სადაც ბანერი აქვს გაკეთებული, იმ ბანერს გამოცდეს კიდე 1-20-30 მეტრით და იმოძრავოს ჩვეულებრივად როგორც მას მოესურვება და არავინ არ არის მისი შემკავებელი. მე ვეკითხები ყველას, მითხარით ვეკითხები უშიშროებას, ვეკითხები საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, ვეკითხები ყველას, ვისაც ხელი ეწიფება, რატომ არ გვაქვს ჩვენ უფლება რომ ავიყვანოთ ის ადამიანი, ის რუსი, რომელმაც არათუ ჩვენი ტერიტორიები მიითვისა და ოკუპაცია გააკეთა, არამედ იმას, რომ უკვე ხურვალეთში შემოდის და მე არა მაქვს უფლება რომ უთხრა, რა გინდა რუსო შენ აქ და რატო შემოხვედი აქ, რატო არა გვაქვს უფლება რომ ეს ადამიანი ავიყვანოთ და ჩვენც დავაჯარიმოთ საზღვრის გადმოკვეთვისთვის. ჩვენ რო ძალით გვაჯარიმებენ, ძალით გადავყავართ, გადაგვახტუნებენ იმ მავთუხლართებს, ფოტოს გადაგვიღებენ და მე მივყავართ ცხინვალის იზოლატორში. რა ხდება, მითხრან? თუ საერთოდ უკვე გაყიდულია საქართველო და მიცემულია რუსზე, ესეც მითხრან და არ ვიომებ და არავიშლი ნერვებს და მეცოდინება რომ ტყვედა ვარ უკვე აყვანილი და დავწმარდები და როგორც ტყვე ისე ვიქნები და არა როგორც მებრძოლი ლუდასალია. მე თუ ტყვე ვარ, მითხარით რომ მე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვცხოვრობ, მთლიანად საქართველო ოკუპირებული აქვს რუსეთს და რუსეთის არის საქართველო. თქვით ხალხო, აფხაზეთი დავკარგე და ეს მოვინელე და ამასაც გაუძლებ 200 წლიან ბატონობას გაუძლო საქართველოს. იქნებ გაუძლო ამასაც და ძალიან დიდი ბოდიში ასეთი ემოციური გამოსვლისთვის, უკვე დავიღალე მე, უკვე დაღლილი ვარ და აბსოლუტურად სოფელი არის დაუცველი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადმოვლენ თავისუფლად. იქ არის რამოდენიმე მიტოვებული სახლი, სადაც შეუძლიათ რომ თავი შეაფარონ, ამაღამ შეაფარებსაც დილით ადრე შეუძლია მოვიდეს, შემოვიდეს ჩემს ეზოში და თავი ყელი გამომჭრას. ნებისმიერ ყველა დაუცველია. უბრალოდ არ აქვს ალბათ ნება არ არის მისი, რომ მოვიდეს ჩემს სახლში, უბრალოდ არ უნდა, როცა მოუნდება, ალბათ მოვა და შეუძლია 1000 სისულე და საშინელება გააკეთოს. თუნდაც მე გამახსენდა ის პერიოდი და ყველა სახსოვს სასომხეთში რა მოხდა ჯარისკაცმა, რომელიც იქ იდგა და იცავდა ვითომ სასომხეთის ტერიტორიას შევარდა მთვალი ჯარისკაცი და ხიშზე წამოაცვა აკუნის ბავშვი და დახოცა იქაური ოჯახის წევრები და მე მაქვს ვინმე მაძლევს გარანტიას რომ სოფელში არ შემოვა და ერთღამეს აი მთვალი რუსი ხიშზე არ წამოაგებს ვინმეს? სახელმწიფოს მიდგომა როგორი არის ქალბატონო და თქვენ აკვირდებით იქ ცხოვრობთ ფაქტიურად და რასაც ხედავთ როგორი არის სახელმწიფო პოლიტიკა? ვერ ვხედავ მე იქ ვერავის და ხალხთან საუბარიც არ სურს რატომღაცა დღევანდელ ხელისუფლებას მოვიდნენ და გაესა ხალხი იცით რა დღეშია? ხალხი არის აი უკვე სულერთიას მომენტი, აი ჩვენ აი როგაძა დაველა ტელეკამერებს ემალებიან ჩვენი მეზობლები აბსოლუტურად თან ბრაზის ისიც აქვთ განცდა გაბრაზებულები არიან, მიტოვებულები, მიგდებულები, სულერთიას მომენტი არის, მაგათვის უკვე სულერთია რას უზადებს? ტელეკამერებს რატომ ემალებიან? შიშის მომენტია, არ ნახოს ოკუპანტებმა და შემდეგ არ დააკავა. რადგანაც იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ახლო-მახლო რომელთაც იქ წინაგარაში ყავთ დედა, მამა, მეუღლე, ზოგს ხო გიგითხარით, ოჯახის წევრები გაყოფილია, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი და რაღაცა ხო? აი მეც პირადად ჩემი მეუღლის სოფელი წინაგარაშია და კი ჩვენი სახლები ყველა მიტოვებულია და არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ ეშინიათ, იმიტომ რაღაცა რომ გამოვიდეს და თქვას რუსის საწინააღმდეგოდ, იქ შეიძლება იმათ პრობლემები შეექმნათ. ანუ ოჯახის წევრებს უფრთხილდებიან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოჯახის წევრებს უფრთხილდებიან. ოჯახის წევრებს უფრთხილდებიან. კი ბატონო და წვრთნები არის დაწყებული და სროლების ხმა ისმის აი გუშინდილით რა მოხდა? გუშინდილით იქნებოდა 10:00 ნახევარ და ჩემი სახლის ეზოდან ძალიან კარგად ჩანს იმ შემაღლებულ ადგილზე მთაზე მაგათი ერთ-ერთი საგუშაგო მწვანე ჯიხური
ჩამოდგა დიდი ვეებერთელა რაღაცა სატვირთო მანქანა, ჩამოცალა რაღაცა, ავიღე ჭოგრიტი და გავხედე, მაგრამ კარგად ვერ დავინახე. ერთ-ერთი რაც დავინახე ის იყო მიწაყრილი, ანუ რაღაცა ბექობი აქვს, ამოთხრილია და დიდი მიწაყრილია გაკეთებული და იმის იქით ვერ დავინახე მე რა ხდებოდა. მე რაღაცა რო ჩამოცალეს, ცოტა ხნის მერე წამოვიდა ის მანქანა, უკვე იმ ბოლო კოშკურასთან დიდი სატვირთო მანქანა იყო. დიდი სატვირთო მანქანა, სამხედრო მანქანა. არა, ერთი დიდი მანქანა იყო. წამოვიდა ეს მანქანა და მე სანამ მოვკიდე ჩემ ძაღლს ხელი ჰასკის და გავიქეცი, უკვე ის მანქანა იქ არ დამხვდა, უпростоრად იქ სანამდეც მე შემიძლია მისვლა კოშკურასთან ახლოს, იქ უკვე არ ჩანს, იქ უკვე ვაკე ადგილია და ვაკე ადგილზე ის მანქანა არ გამოჩნდა, იქვე ახლოს არ დაუცლია რაც დაცალა, ცოტა იქით ალბათ მოსახლეობასთან ან სადღაც ტრიალ მინდორზე დაცალა და იქ უკვე მე სახლები მეფარება და ვერ დავინახე, მაგრამ ალბათ წვრთნებს დაიწყებენ და ადრეც რო ავტეხე განგაში რო რაღაცა კონსტრუქციები ჩამოიცალა და რაღაცას აპირებენ მეთქი, აი მაშინ იყო რომ რამოდენიმე დღეში უკვე კოშკურა ააგეს იქ და რას ვარაუდობ თქვენ საბრძოლო მასალა ჩამოიცალა იმის ალბათ ის საბრძოლო მასალა ჩამოიცალა, ახლა ეს ჩემი ვარაუდია, ჩემი სუბიექტური საბრძოლო მასალა, რომლითაც ალბათ წვრთნებს დაიწყებენ იქ. სადაც მოსახერხებელი ადგილია მაგათთვის. კი ბატონო, რამდენიმე ადგილას უკვე მიმდინარეობს წვრთნები და სროლების ხმაც ისმის, თუ მოაღწია ამ სროლების ხმა არა, ჯერჯერობით ჩვენ ნამდე არ მოუწევია სროლების ხმას, მაგრამ ალბათ იქვე ორჭოსნის ბაზარი მთის გადაღმა და ძალიან ახლოს არის ჩვენგან. მე ერთხელ გადავიპარე 1-2 წლის წინ და ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა და გადავიპარე და გადავიღე ფოტოები იმ ბაზასთან ცოტა ახლოს და მე რომ მოვბრუნდი და მე რო გავაცნობიერე რა გავაკეთე, აი გამოგიტყდები რომ 3 დღე და ღამე მუხლები და ხელები მიკანკალებდა. რო წარმოვიდგინე, რამხელა რისკის ქვეშ დააყენეთ თქვენი სიცოცხლე, გასაგებია და თქვენ აფხაზეთიდან ხართ და მოგიწიათ იმ ომში მონაწილეობა, თქვენ სამედიცინო პერსონა ხართ ესე რომ ვთქვათ და აი პარალელებს თუ ავლებთ ხოლმე აი იმ დროს და ეხლა ანუ მაშინაც ოკუპანტი რუსები ბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და მიიტაცეს შემდეგ ტერიტორია და ეხლა ხდება მცოცავი ოკუპაცია და ეტაპობრივად ხდება ტერიტორიების მიიტაცება. ნუ მაშინ იყო ომი, ეხლა არ არის ომი, თუმცა იცით რა არის, მაშინ უფრო გულიანად ვიყავით, იმიტომ იარაღი გვეჭირა ხელში. მე პირადად როგორც დედას, როგორც ქალს იარაღი არ დამიჭერია ხელში და ჩემთვის იქ დაჭრილი მტერი იყო თუ ტყვე იყო თუ მოყარე, ჩვენ ყველას ერთნაირად უწევდით დახმარებას და ეს რა თქმა უნდა მედიცინის წესი ასეთია, მაგრამ იცით რა, როცა მე ჩემს გვერდით იყო შეიარაღებული ჩვენი ვაჟკაცები, ახალგაზრდები, მთელი თბილისი იქ ომობდა და იქ დაიხოცნენ და ზოგიერთი გადმოსვენებულიც არ არის დღემდე. მაშინ უფრო იმედიანად ვიყავით და ამაყები ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძოდით და ახლა ჩვენ ვართ როგორც რაღაც ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ვერც ებრძვი, რუსი არ გააღიზიანო, რუსი იქ დროშა არ აყუმართო, რუსთან მე მივედი 8 აგვისტოს და დავკიდე პუტინის სურათი, ძალიან ცუდი უხამსი წარწერი და დროშაც დავკიდე და ამით გამოვხატე პროტესტი. მეტი არ შემიძლია. მაშინ იარაღი მაინც გვეჭირა და აქეთ უგვესროდნენ, იქითაც ვესროდნენ. ახლა რუსი მოდის ხმას ვერ აღარ. არა, ხმა არ მოიღო, არ გააღიზიანო, არ შეიძლება, სანამ არ შეიძლება მითხარით ხალხო, აი, სანამ არ შეიძლება ეს ყველაფერი. კი ბატონო, და იქ მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის საქონლის საბალახვები, ასევე მიტაცებული აქვთ რუსეთის ოკუპანტებს სასოფლო სავარგულები. ახლა ეს უკვე გაცვეთილი თემაა. ხალხმა გაყიდა ეს ძროხები, ეს მოიშორეს ნელ-ნელა, იმიტომ რომ დაიხალნენ უკვე. მაშინ რითი საზრდოობს მოსახლეობა? სასოფლო სავარგულების მიტაცებული. არ საზრდოობს, ესენი არსებობენ, ის რაც დღეს ხურვალეთში ხდება და ალბათ მარტო ხურვალეთი არ არის ესეთი, ეს ცხოვრება არ არის. ცხოვრების დონე დაცემულია რა დონეზე, იცით? ხალხს პურის ფული არ აქვს. ერთი ჩემთან რო დილით პური მოაქვს, მანქანას, პურის მანქანას. ერთი სოფლის მაცხოვრებელი იდგა და როგორც კი დაინახა პურის მანქანა, გაიქცა და დაიმალა. მე ვთქვი რა ხდება მეთქი, პურის ფულის ვალი გაქვს მეთქი, რატო იმალები? კიო ვალი მაქვს და დაემალა. პურიც კი იქ ვინც შემოდის, მანქანები პური რო შემოაქვთ,
ისიც კი ნისა და რამდენი ნისია უნდა გასცეს ამ პურის მანქანებმა იმათაც მე ეცოდებათ ეს ხალხი და ნახე იცი რა არ ვიცი ალბათ ეს პურის მანქანებიც დადიან რაღაცნაირად ეცოდება ეს ხალხი და ზოგს არც ართმევენ იმ პურის და სანამ უნდა გაგრძელდეს ადამიანებო ასე ვეკითხები ყველას რაღაცა ხო შეიძლება რომ გამოინახოს საზღვრისპირა სოფლებისთვის რომლებიც ესეთ გაუბედურებულ დღეში არ თან ხო ჩვენთან ნახევრად უდაბნოს ტერიტორია ცივი კლიმატია წყალი არ არის დღემდე ჩვენი სოფლის გამგებელი მკვდარზე ვენოკია აქედანაც ვეუბნები რომ არის მკვდარზე ვენოკი არაფერს არ აკეთებ ჩვენი სოფლისთვის დღემდე წყალი არ აქვს სოფელს უბრალოდ ეზოში მწვანილი რო დათესონ და მორწყან იმის წყალიც აღარ აქვს მოხუცები რო ჩადიან და წყალოდან წყალი ამოაქვთ აბა ეს ცხოვრება რამდენი უნდა გეყოს წყალოდან ამოტანილი წყალი დასალები წყალი დაბანო არ გინდა მწვიმის წყალს ელოდებიან ადამიანი მე 5 ოჯახს ვამარაგებ წყლით ზოგჯერ ზაფხულში იჩე მე მაგჭა 26 მეტრზე მაგ ჩათხრილი და 4000 ლარი ჩემი ფული გადავიხადე დღემდე ლიბერტი ბანკში მაგის ვალი მაგ 3 წლიანი სესხი გავაკეთე მაგრამ ყველა სხვა არ შეუძლია მე კი სამხედრო პენსია მაქვს მაღალი და იმის იმედით გავაკეთე მაგრამ ყველა სხვა არ შეუძლია ეს რო გააკეთოს და ხო შეიძლება რომ რაღაცა გააკეთონ ამ სოფლისთვის რომ წყალი მაინც კონდეს ამ ხალხს და რაღაცა მაინც იყოს არ ვიცი. კი ბატონო და ადგილობრივი ხელისუფლება თუ ჩადის იგივე ტრანსპორტის პრობლემაც არის ხო? აი რა კარგი რამან გამახსენეთ მე თქვენ. პედაგოგები ძირითადად მაინც გორიდან დადიან და ძალიან დიდი პრობლემაა ტრანსპორტის. ახლა კიდე იყო ისეთი დღეები რომ ტრანსპორტი არ იყო და ერთი დღე გაცდა თითქმის 4-შაბათი დღე იყო მახსოვს რომ თითქმის გაცდა გაკვეთილები მაგრამ ეს პედაგოგები ეცადნენ და მაინც რაღაცით მოვიდნენ ეტყობა ზოგმა იქირავა ტაქსი ზოგმა რაღაცა ტრანსპორტი და მოვიდნენ მაგრამ არის შემთხვევები რომ ერთი დღეს ვიცი რომ დილით აქ 9-საათზე უკვე ატეხეს ერთი ვაივაგლახი რომ არც ერთ ტრანსპორტს არ უნდა და ხურვალეთში წამოსვლა და ახლა ნახეთ თქვენ როგორ ხდება მაისის ბოლოს სასწავლო პროცესი შეწყდება შაბათ-კვირას ხო არ დადის და ტრანსპორტი არ იქნება. ანუ ტრანსპორტი დღეში ერთხელ დადის მხოლოდ თუ როგორ არის? საერთოდ მერიამ დააწესა რომ დღეში ორჯერ უნდა იაროს, ზოგჯერ საერთოდ რეგულარულად როგორც უნდა იაროს, რაც მერიამ დააწესა, არ დადიან და ამას ვინ არეგულირებს და ვის ეხება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა გავაჟღერო თქვენი ეთერით, რომ ტრანსპორტის პრობლემა არის საშინელ მდგომარეობაში. არ დადის ტრანსპორტი ისე როგორც საჭიროა და პედაგოგებსაც ძალიან უჭირთ. ანუ შაბათ-კვირასაც არ დადის. არა, შაბათ-კვირასაც არ დადის, არა. კი და ახლა ზაფხულში საერთოდ არ იulis, მე აი რა ვიცი, შეიძლება კვირაში ორჯერ, სამჯერ, როცა პედაგოგები არ არიან და პედაგოგები არ იარონ ტრანსპორტმა, რომ სკოლაში იარონ ამ პედაგოგებმა, რო შეწყდება სასწავლო პროცესი აღარ იქნებიან. ტრანსპორტის პრობლემა ისე იჩენს თავს და ასე რომ მეც ჩემზეც მოქმედებს ეს პრობლემა, რადგანაც გორიდანაც არიან ჩემთან დასაქმებულები, მზრუნველები, მზარეული, მომლელი, ესენი მყავს. მე დავუშვა თუნდაც სოფლის თავში ცხოვრობენ შემოსასვლელში დევნილთა დასახლებიდან, კოტეჯებიდან და ვინც მყავს და იმათაც უჭირთ ახლა 4-5 კილომეტრი ძალიან ძნელია საღამო რო შემოაბინდება, გლები დადიან გენაცვალე და შეიძლება მგელმა დამიგლიჯოს თანამშრომელი და ნამდვილად ცოდუნი არიან. რაც შეეხება ახალგაზრდებს, შიდა მიგრაცია არის დაცლილია სოფელი ახალგაზრდების. სად არის ახალგაზრდები? არ არის. მთლიანად გადინებული არის. კი, გადინებული არ არის. სად არის ახალგაზრდები? სანთლით საძებნი ახალგაზრდები აღარ აქვს. კი ბატონო, რეკლამის დრო არის. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ღია ეთერში რეკლამის შემდეგ. საზაფხულო ფასები ზოდის ქსელში. შიდა კარი 125 ლარიდან, ბითონის კარი 175 ლარიდან, მარმარილო 49 ლარიდან, გრანიტი 55 ლარიდან, ტრავერტინი 39 ლარიდან, კერამიკული ფილები 12 ლარიდან და 90 თეთრიდან, ლამინატი 12 ლარიდან და 90 თეთრიდან. გაარემონტეთ სიყვარულით.
გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მესამე კილომეტრი, ტელეფონი 577 27 0606. გადაცემის ინტერნეტ პარტნიორია MyVideoG. იხილეთ ყველა ვიდეო MyVideoზე. მაშასე გადაცემის შესვენების საათი რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდება და როგორც უკვე იცით, ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის ხელმძღვანელი სამოქალაქო აქტივისტი ლუდა სალია. ქალბატონ ლუდა, გავაგრძელოთ საუბარი ხურვალეთთან დაკავშირებით და ოკუპაციასთან დაკავშირებით, რომელიც გრძელდება ისევ და სალოცავებს მინდა შევეხო, რომელიცაც გადაადგილება შეზღუდული აქვს იქ მცხოვრებ მოსახლეობას და მავთუხლართები არის გავლებული და როგორც ვიცით, მეზობელი ან შემოვლითი გზებით ახერხებს მაინც მოსახლეობა იქ მისვლას და შესაბამისად ლოცვასაც. კი, ეს მართლა ძალიან ტკივილიანი პრობლემაა ყველასთვის. სალოცავის ეზოშიც შეუძლია თავისუფლად რუსი შემოვიდეს და გაგიყვანოს იქიდან და შემოგედავეს აქ რატომ შემოხვედი. ანუ რა ხდება ხა? ხურვალეთის სოფლის გზა, ჩვეულებრივი შუკა, რომელსაც სოფლის შუკა, რომლის შუკითაც ხალხი შედიოდა სალოცავში, შედიოდა მოსახლეობა, ის სალოცავში მისასვლელი გზა გადაგვიკეტეს. აბსოლუტურად არ ჭირდება რუსს არაფერში ის. ჩვენი აქტიური დაუშვათ მოთხოვნით ეს ჩვენ შეგვიძლია რომ მაგათ გადავაწევ, იმიტომ რომ იქ სადაც ახლა ჩვენ მათ გაგვივლეს ეს მავთუხლართი, ახლა კი არა 1 3 4 5 წლის წინ გავლეს ეს მავთუხლართი, უბრალოდ დაცვის მიზნით რომ ძალიან ახლოს არ მიუახლოვდეთ მათ. ამისი აღება შეიძლება თავისუფლად სამოქალაქო აქტივისტებით, თუნდაც სოფლის მოთხოვნით და ჩვეულებრივი გზით შევიდეთ ჩვენ სალოცავში. იმის იქით კიდე იმხელა ტერიტორია არის, რომ თვითონ აკონტროლებენ და ჩვენია და ჩვენი ხურვალეთის გზარი და სოფლის გზარი და ყველა უნდა დავდგეთ ალბათ ერთად და ეს გზა, რომელიც გზითაც ჩვენ სალოცავში შევდიოდით, ის კარი, რომელიც დაგმანეს რუსებმა, რკინის კარი არის, ძველი დაჟანგული. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ყველას, რომ ის კარი გაიღოს და სალოცავში შევიდეთ იმ კარიდან, რომელი კარითაც შევდიოდით და არა იქიდან, რომ მეზობლებს ვაწუხებ და მართლა ორი ოჯახია, ორი ოჯახის ეზოთი გადავდივართ რაღაცა შემოვლითი გზა ქვია ნამდვილად. ნამდვილად სხვის საკუთრებაში. სხვის საკუთრებაშია ორი ეზო უნდა გადახვიდე, რომ იქ მოხვდე და ანუ სალოცავი არ არის ოკუპირებული არის იქამდე მისასვლელი გზა. იქამდე მისასვლელი გზა. და რომ ცოტა აი სალოცავის ეზო რომ იყოს ცოტა ყურადღების ცენტრში, რომ მიხვდეს ეს ოკუპანტი, რომ ეს მართლა მისი არ არის და ძალიან რომ დაადგა თვალი და ხვალ შეუძლია რომ ისიც მიისაკუთროს, იმიტომ რომ ცოტა ისე უკვე ხალხი რადგანაც შემოვლითი გზით არის მისვლა, ამიტომ ხალხი ერიდება და თავს იკავებს სალოცავში შესვლაზე და მაგ ასეთი თქვენთან გავამხელ პირველად, არავისთვის არ გაგვიმხელია ჯერ ეს არც ერთი ტელევიზიისთვის და პრესისთვის. 2 აპრილს არის არჩილ ტატონაშვილის დაბადების დღე და ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებს და ძალა ერთობაშია კაცარავას ჯგუფს და გუნდს ეს ყველას ერთად გვინდა გავაკეთოთ ასეთი აქცია, რომ იქ დავრგოთ მარადმწვანე ხეები, გავალამაზოთ ის ტერიტორია, შემოვაკავოთ ისე როგორც საჭიროა, რომ ან საქონელი არ შევიდეს, ან რაღაცა და არ გაგვიფუჭოს ის ნერგები და სადაც კი მივწუდები და სადაც კი შეიძლება, რაც ხურვალეთში მავთუხლართია გავლებული, ალბათ სადღაც 100-300 მეტრის გაყოლებაზე, იმ მავთუხლართების გაყოლებაზე დავრგოთ მარადმწვანე ხეები, კიპარისები, ზოლი გავაყოლოთ და მერე ოდესმე ხომ მოიშლება ეს მავთუხლართები, ხო აიღება და ხო იქნება საქართველოს თავისუფალი და რომ ჩვენ შვილიშვილებს, შვილთაშვილებს დარჩეთ სამახსოვროდ, რომ აი
შემოკარგებო, აი ასე იყო ეს ტერიტორია ოკუპირებული და აქ იყო ოდესღაც მავთულ ხლართები გავლებული. აი ეს გვაქვს გეგმაში და თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ შემოგვიერთდეს 2 აპრილს ხეების დარგვის აქციაში, ყველას ვიწვევთ, არავინ არ არის შეზღუდული, ოღონდ ფოთლოვან ხეებს არ ვგავთ, ხოლო წიწვოვანი. წიწვოვანი და სასურველია იყოს ისეთი, რომელიც მაღლა იზრდება და გაშლილი არ იქნება, რადგანაც რო გაიშლება ეს ხეები, შეიძლება რუსი დაიმალოს იმის ქვეშ და ამიტომ გამიზნული გვაქვს, რომ კიპარისები დავრგოთ და ტუიები, რომლებიც ესე კონუსურად იზრდება და არა გაშლილად და ყველას ვთხოვ, შემოგვიერთდით და ერთად აღნიშნოთ არჩილ ტატუნაშვილის გმირის დაბადების დღე და მის პატივსაცემად ჩაუყაროთ საფუძველი ამ საქმეს და გავალამაზოთ ჩვენი ხურვალეთის სალოცავი. როგორც ვიცი, კონცერტიც იგეგმება. კი, 2 აპრილს თუ 9 აპრილს ზუსტად არ ვიცი, ეს დათო ევგენიძეს უნდა შეუთანხმოთ, აპირებს დათო ევგენიძე ჩამოსვლას და იმ მავთულ ხარჯებთან აპირებს კონცერტის გამართვას და მე მგონი ძალიან დიდი იგეგმება, ძალიან დიდი ღონისძიება, თვითონ მას ძალიან ბევრი ყავს ეს ორგანიზატორები და ეს ჩემი ორგანიზატორებით არ ხდება, უბრალოდ მე ჩამაყენე საქმის კურსში და ალბათ ცოტა სოფელი უნდა გამოვაღვიძოთ და უნდა მიხვდეს სოფელი. კი, უნდა მიხვდეს სოფელი, რომ არის ხურვალეთში ხალხი, რომლებიც მოვა და დაუდგებიან მათ გვერდით. ანუ ადგილობრივი მოსახლეობა უიმედოდ შეყურებს იმ მიმდინარე მოვლენებს, რაც ხდება უნდა, აი რაღაცნაირად იმეddakარგულება უკვე სულ ერთიას მომენტი აქვს და ეს ძალიან გულსატკენია. მათ იმედის ნატამალი აღარ აქვთ უკვე არაფრის. კი ბატონო, ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალაერთობაში ახსენეთ თქვენ და როგორც ვიცით, ეს დათო ქაცარავას გუნდი არა მარტო ხურვალეთში, სხვა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებშიც პატრულებს და ჩვენ ვნახეთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მათ შეძლეს და შეაჩერეს მავთუხლართების გავლება რუსეთის საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა მხოლოდ მოახერხეს, რომ დაემონტაჟებინათ ბოძები იქ და ეგრეთ წოდებულ საზღვართან. თუ პატრულირებენ ხურვალეთის ტერიტორიაზე. მე ყოველ საღამოს ვდებ Facebook-ზე, გვერდი მაქვს, რა თქმა უნდა, პატრულირებენ, მოდიან, აბსოლუტურად, არ ვიცი, საიდან აქვს ამ ხალხს ამდენი ენერგია, ამდენი ძალა, ამდენი ღონე, დაივლიან 1-4-5 კილომეტრი იქიდან წამოსული ჩოჩანას დღეში იყვნენ გუშინ და რა გააკეთეს იცით დააკრეფინეს მოსახლეობას ყოჩივარდები იები რომ სამარ ჩავიდნენ თბილისში გაყიდონ და დათო ქაცარავა მოუწოდა მთელ საქართველოს მთელ თბილისს მოუწოდა რომ ეს ადამიანები რომ ჩავლენ თბილისში და გაყიდიან ამ ყოჩივარდებს და იებს რომ ფასში არ შეევაჭრონ წარმოგიდგენიათ რა გააკეთა იქ და იდგა პოლიცია ჩვენი, იდგა ეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტები, რომ ხელი არ შეეშალა რუს ოკუპანტებს ამ მოსახლეობისთვის ყოჩივარდებისა და იების დაკრეფაში. კი ბატონო, მაყურებლებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩორჩანა წაღვლის ტყის მასივი რუსეთის საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა მონიშნეს და არსებული ინფორმაციით იქ მავთუხლართების გავლებას აპირებენ. ის ტყე არის მოსახლეობისთვის ერთადერთი იქ ადგილობრივები დადიან ჯონჯლის საკრეფად, ასევე ყვავილების საკრეფად და შემოსავლის ერთადერთი წყარო არის ეს ტყე მათთვის, ანუ შეშის მოპოვებასაც იქ ახერხებენ მოსახლეობა. ეს ტყე თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეულ ჰექტარზე არის საუბარი და საკმაოდ მასშტაბური ტყე არის და თუ მოექცა ეს ტყეც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის ეს იქნება ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა. და იგივე ადგილობრივების პრობლემებს რომ შევეხოთ ხურვალეთის პრობლემებს, აი თქვენ რას ეთყოდით ადგილობრივ ხელისუფლებას? ბოლოს თქვენ როდის ნახეთ გორის მუნიციპალიტეტის მერი დაუშვათ ხურვალეთში? როდის ნახეთ კოტე თავზარაშვილის დაინტერესება თუ რა ვითარება არის, რა ხდება? გასაგებია რომ ეს გამყოფი ხაზის და ეს ოკუპაციას წინ ვერ აღუდგება, თუმცა ხო შეიძლება რომ იქ რაღაცა პრობლემები მოაგვაროს, რომელიც მოსახლეობას აპირებს აწუხებს ვიცით რომ ასფალტირება მოხდა უკვე სოფლის. თქვენ ახსენეთ რომ არ არის სასმელი წყალი, არ არის
არის სარწყავი წყალი და კიდე რა პრობლემები აწუხებთ მოსახლეობას, რომელიც შეიძლება რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოაგვაროს. რაც შეეხება ბატონ კოტე თავზარაშვილს, ახლა ნამდვილად მე არ მაბარებს ანგარის როდის მიდის იმ საზღვართან, შეიძლება ისე დროს იყვნენ მისულები, რომ მე გასული ვიყავი ან დაუშვათ არ ვიყავი ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობისგან მაგრამ აი როცა ინფორმირებული ხომ ხარ? კოშკურა რომ დაიწყეს ეს კოშკურის აგება, ბატონი კოტეც იყო, როგორც ვიცი და ბატონი გუბერნატორიც. მაგრამ როცა აქვს დრო შემოივლიან ხოლმე ჩემთან და თვითონ ბატონ კოტესგან არა ვარ უკმაყოფილო, ბევრჯერ გაუწვდენია ჩემთვის და ქალბატონ ეკასაც, ბევრჯერ ყურადღების ცენტრში მოქცეულ ვარ და მოხუცებთანაც მოსულან ხოლმე ხელდამშვენებული, მაგრამ მე 12 მოხუცი ბღავს და ჩემი მოხუცების გარდა არის სოფელში უდიდესი პრობლემა წყლის და მივმართავ ხელისუფლებას, მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებას, ბატონ კოტეს, რომელიც აი მართლა ვთხოვე, წყალი, ბატონო კოტე, გვიშველეთ წყალი და ერთი ცოტა შეაჯანჯღერეთ ის გამგებელი მკვდარზე ვენოკი და გვიშველეთ წყალი, გვინდა წყალი, სოფელს არ აქვს წყალი. მეტი რა ვთქვა 21 საუკუნეში რომ წყალი არ გექნება, იქ რაზეა ლაპარაკი? ვერაფერს ვერ ილაპარაკებ. ბუნებრივი აირი არის? კი, ეგ არის. ეგ გვაქვს. თლათ ცუდად არ ყოფილა ესე იგი. არა. ეგ რო გვაქვს რაიმე შეღავათებით თუ სარგებლობენ იქ მცხოვრები 200 მოსახლეობა? ლარიანი ვაუჩერით სარგებლობენ წელიწადში ზამთრის სეზონში, რადგან ტყეც აგვართვეს და ვერ მიდიან ტყიდან ვერ ჭრიან. 200 ლარიანი ვაუჩერი აქვთ გაზზე. ერთი ძალიან მტკივნეულით რაღაცას უნდა შევეხო ახლა და ეს უნდა გააჟღეროთ. იცით რა ხდება? მე 25 წელია ქართველების რძალი ვარ. 25 წლის წინ ხურვალეთშია მე არ ცხოვრობდი, თბილისში ცხოვრობდი და რო შემოუხვევდი გადასახვევიდან ხურვალეთის ბოლომდე იყო ყველგან იყო ხეები დარგული. იყო ბუჩკები, ტყემალი, ალვის ხეები, ძალიან ბევრი ხე იყო იდგა. აი ახლა ძალიან დიდ ბოდის მოუხდი დევნილებს, რომლებიც არიან იმ კოტეჯებში ჩასახლებული, მაგრამ ყველას არ ეხება ეს, მაგრამ უმეტესობა აბსოლუტურად იჩეხება 100 კილის ბუჩკიც არ დატოვეს, ტყემლის ხე არ დატოვეს, ერთი ბუჩკიც არ დატოვეს, ხეს არ ტოვენ, უკვე გადატიტულებულია იქავრობა, არავინ არ არის იმის მთქმელი, რომ შეაჩერეთ ხეების მოჭრა, შეაჩერეთ ბუჩქების მოჭრა, არ დატოვეს არაფერი, გადატიტულებულია იქავრობა. და ძალიან გთხოვთ რომ მე არ ვიცი ეს ვის ხელი ეწიფება და ვინ არის ამის აი გამწვანება თუ ვიღაცა იმის გამწვანების ვინ არის მერის სამსახური რომ ან რაღაცა მონიტორინგის სამსახური რომელიც ყოველ დღე მე ვერ წავეჩხუბები მაგათ მე ვეღარ გადავუდგები სულიან კაცს ბოლოს და ბოლოს ის ხო არა ვარ ახლა პოლიციელი ან და მე ჩემი მოვალეობა მაგრამ მე გასათხოვად იყენებენ ამ არ ვიცი მე ისთვის იყენებენ მაგრამ ბუჩკი არ დატოვეს და ეს არ შეიძლება აი ვაიმე დედა რაქნეს და ვაიმე დედა რაქნეს ყველა იძახეს მაგრამ არავის არ უნდა მაგათთან შევიდეს კონფლიქტში და ნამდვილად მეც არ მინდა რომ კონფლიქტში შევიდეთ სულიან კაცს დავადგე თავზე და ის სული მომიღეროს და რაღაცა იქ თავი გამიჭყოს ნამდვილად არ მინდა მაგრამ ვისაც ხელეწიფება გეტკინოთ ერთი მე მტკივა ქართლელი არა ვარ სოხუმელი ვარ და მე მტკივა რომ ქართლში ერთი ქართლის მიწა აი ესეთი რა ვიცი როგორ მიყვარს ქართლი თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე სისხლით მორწყული ხარ იცი რას ამბობენ ისტორიაში წაკითხული მაგრამ ქართლში იმიტომ არ ხარო იმიტომ არის ესა ამდენი ტიალი მინდვრები რომ არ ამოდის არაფერი იმიტომ სისხლით არის მორწყული და სისხლით არის ქართველების სისხლით დამწვარი მიწა კიდე თუ რაღაცა ამოვა ბუჩქი და ხე ის შენ არ დაგირგავს ხე ცხოვრებაში და იცი რა უნდა უქნა ამ ხალხს გამოიყვანო უნდა ყველა მაცხოვრებელი და აიძულო უნდა გინდა ხურვალეთის მაცხოვრებელი და გინდა თუნდაც თავში იქ ვინც ცხოვრობს იმ კოტეჯებში თით აი უნდა აიძულო რომ თითო ხე დარგოს სოყველამ ეს რა არის გატიალდა გაუბედურდა სულ ტრიალი მინდროიერია ისედაც ისეთი ქარები იცის და ისედაც გამომშრალია მე წავიკითხე ლიტერატურა ხურვალეთზე და ნახევრად უდაბნოს ტერიტორიაში ვცხოვრობ იქ ტირიფონის არხი ბავშვობაში წამიკითხავს რომ ტირიფონის არხი და რომელიც რწყავდა და მოსავალი მოყავდა უხვი იქ იყო ატამი ვაშლი მსხალი რაღაც საოცრები ქლიავი რა ვიცი და ვერ ატევდნენ ამ მოსავალს იმ კომუნისტების პერიოდში იმდენი მოდიოდა და დღეს ჩვენ ყველაფერი ხელისუფლებას არ დავაბრალოთ მოდი და ყველაფერი
კოტე თავზარაშვილს არ დავაბრალოთ და ყველაფერი მიშა საკაშვილს არ დავაბრალოთ. ჩვენ ვართ უვარგისები. ხის მოჭრა რო შეგიძლიათ, დარგვა ხო უნდა შეგეძლოს. ეს კოტემ უნდა გიბრძანოს? ან ვიღაცა იმან უნდა გიბრძანოს, ქალაქის მერმა და გუბერნატორმა და ან იმან ვინც არის დაუშვათ, როგორ შეიძლება ეს არ ვიცი რა. ჩვენს მენტალობაში ის უნდა იყოს, ხის დარგვა უნდა შეგეძლოს, რომ მოჭერი შენი დარგულია? მესმის გამხმარი ტოტი მოჭრა და რაღაც არ ვიცი. მე გამხმარ ტოტს რო ვნახავ, იმასაც ჩავდგავ ხოლმე და წყალს ვუსხამ, რომ იქნება გამოიღოს მეთქი კვირტი და მოდით რა ყველა თითო ხედავთ და აყვავდება ქვეყანა და ის ქარებიც აღარ იქნება, ისე რომ გამოფიტა ყველაფერი და გაუბედურა მთელი ქართლი. ხო? კი ბატონო, მუნიციპალიტეტს აქვს გამწვანების სამსახური და ძალიან კარგი იქნება თუ გამწვანების აქციას მოაწყობენ იქ და დარგავენ ხეებს და ორი სიტყვით თქვენ ხანდაზმულთა თავშესაფარსაც შევეხოთ, რამდენი ბენეფიციარი გყავთ, რა მომსახურებას ეწევით და ვინ არიან ძირითადად ადგილობრივები თუ სხვადასხვა. ეს არაერთხელ გამიჟღერებია და დღესაც გეტყვით კმაყოფილი ვარ ძალიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურით, რადგანაც ბენეფიციარები ჩარიცხული ვინც არიან ვაუჩერული დაფინანსებით დროულად არის რა თქმა უნდა თანხის ჩარიცხვა და რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განკუთვნილი და გათვალისწინებული აბსოლუტურად ყველაფერი მაგ მხრივ რიგზეა, მაგრამ მაინც მყავს ისეთი არიან ისეთები, ვისაც არავინ არ აფინანსებს და სტანდარტი აქვს სახელმწიფოს თავისი და ხა ვისაც მოეპრიანება ყველა ვერ მოვა იქ და არ არის ახლა ესე არა გვაქვს ესე დაფინანსების ნაკლებობას განიცდით მოკლედ რომ. ხო, დაფინანსების ნაკლებობას ახლა მე კი არა ყველა თავშესაფარი განიცდის რა თქმა უნდა და კიდე მინდოდა მეთქვა რომ გადახურვასთან დაკავშირებით 3 წელია შემაქ მერიაში განცხადება და გადახურვაზე, იმიტომ რომ წყალი ჩამომევიდა, შარშანწინ მოვიდა ძალიან დიდი სიტყვა მაისის თვეში და სულ ჩამომრეცხა. სამჯერ შევიტანე განაცხადი, სამჯერვე დამაფინანსა მერიამ და ტენდერი სამჯერვე ჩავარდა და წელსაც იგივე მდგომარეობა მაქვს. და ტენდერი რატო ვარდებოდა? არიღებდნენ მონაწილეობას კომპანიები თუ ფასი იყო დაბალი და მაგიტო არიღებდნენ. ხო, ფასი იყო დაბალი და იმიტომ, მაგრამ როცა ხარჯთაღრიცხვა გაკეთდა, ვინც გამიკეთა ხარჯთაღრიცხვა, იმან მithwa ამაზე დიდი არ შეიძლება დამიჭერენ. ამაზე მეტი არ ღირს საშენი მასალა, ამაზე მეტი არ ღირს იქ რაღაცა ხის მასალა, ძალიან კომპეტენტურმა პიროვნებამ გამიკეთა ეს ხარჯთაღრიცხვა და რატომღაც მე მეუბნებიან მერიაში, რადგან მცირე თანხაა, ხელს არ კიდებენ. იმიტომ კი არა რომ ის არ ეყოფა გადახურვას, იმიტომ რომ მცირე თანხაა და არ უღირთ. კომპანიას კეთილინები ვერავინ ვერ გამოიჩინა და არავინ არ არის დღემდე ისეთი რომ ეს გამიკეთოს და ბოლოს და ბოლოს ალბათ იძულებული გავხდები მივიდე ბანკში, ავიღო სესხი, გრძელვადიანი და საკუთარი ძალებით გავაკეთო ეს. კი ბატონო, და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიდიან სოფლიდან, იგივე ხურვალეთის მაგალითზე ვისაუბროთ, უკან დააბრუნოს. იგივე ახალგაზრდები და უფრო დაინტერესებული იყოს იმით, რომ იცხოვროს იქ და ოკუპანტებს იმის საშუალება არ მისცეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები უფრო გაიზარდოს. ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი. ძალიან მარტივ რაღაცას. უშუალო საუბრები ამ ხალხთან რაღაც პროექტი უნდა გაკეთდეს რაღაცა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მაცხოვრებელი ხალხ რა უნდა გაკეთდეს იცით? აი ჩემი რაღაც რა ვიცი შეიძლება სუბიექტური აზრი რომ რაღაც პროექტები უნდა გაკეთდეს რომ ისინი დაამაგრონ იქ და საუბრები ხშირი მისვლა მაგათთან, ხშირი კონტაქტები, ხშირი ურთიერთობები, როგორც კი მოვა ტელევიზიები და გარბიან ესენი უკვე აღარ გვინდა მოგბეზრდა. ერთ და იგივეს ვლაპარაკობ და მაინც არ არის შედეგი. ასე იძახიან და რაღაცნაირად ხელიშე წყალი მიწა უნდა ირწყვებოდეს, წყალი უნდა იყოს სოფელში და ცოტა ყურადღება უნდა მიაქციონ სოფელში. კომუნიკაცია უნდა იყოს ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ მიიგრძნოს, რომ მარტო არ არის. ანუ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის. კი ბატონო, დავამთავროთ მაშინ, თქვენ უყურებთ შესვენების საათს, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის ხელმძღვანელი სამოქალაქო აქტივისტი ლუდა სალია. დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით ჩვენს გადაცემაში, ძალიან საინტერესო იყო. თქვენს დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.